22 საათზე ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა ვნახოთ ანონსი. H1N1 ვირუსით საქართველოში უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო თათბირი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევები მოსახლეობას. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს. მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა რითიც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე. თავარი, ასე ვთქვათ, დაცვა ეს არის ხელების ხშირი დაბანა. რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონებზე ზრუნვას იწყებს. რას ითხოვენ სხვა ადამიანები სხვა საქართველოში. Dovlat cum შეიქმნა. უნდა ასაკნე ხალხი. ცოტა აი საპენსიო ასაკს დააკლონ წლები. კახეთის რეგიონი ამოირიცხა ამ პროგრამიდან. კახეთში მესამე და მომდევნო შვილის დაბადების შემთხვევაში მშობლები ყოველთვიურ 150 ლარიან დახმარებას ვეღარ მიიღებენ. რა არის ამის მიზეზი და რას გამოიწვევს პროგრამის შეჩერება რეგიონში? ნამდვილად გამოიწვევს შობადობის შემცირებას, იმიტომ რომ ჯერ ერთი შვილის შენახვაც ჭირს ეხლანდელ დროში და შვები ბავშვებიო და შვილზე ვიღა უნდა იფიქროს, რატო უნდა შეწყვეტილიყო? ცვლილება შიდა აუდიტის სამსახურში, სად გადავიდა და ვინ ჩაანაცვლა თორნიკე წინძალაშვილი. ლევან ქაჯაიას სპეციალური განცხადება ლაგოდეხში 3 აიპის გაერთიანებასა და საკადრო ცვლილებებზე, რატომ გაათავისუფლეს სამსახურებიდან 30 თანამშრომელი. სამსახურში უნდა იყოს დასაქმებული იმდენი ადამიანი, რამდენი ადამიანიც ჭირდება. ახალი ჯარიმა მძღოლებისთვის, რა სახდელი დაეკისრებათ მათ სხვისი მართვის მოწმობის სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის, სრულ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში და რას ფიქრობს საკითხზე მოსახლეობა. ეს არის კრიმინალი, ეს არ შეიძლება, ეს იგი დაჟე 150 ლარი ჯარიმა ეს ცოტა არის. თავისი თუ არა აქ რა მოხდა ეს ხويسე იხმარა. საღამო მშვიდობისა. საქართველოში H1N1 ვირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული ვირუსი დაახლოებით 10,000 ადამიანს აქვს გადატანილი. პაატა იმნაძემ კი განსხვავებებს განმარტავს, რომელიც ჩვეულებრივ გრიპსა და H1N1 ვირუსს შორის არსებობს. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი ტემპერატურის მკვეთრი მატებითა და სასუნთქი გზებით პრობლემებით ხასიათდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებისთვის დროული მიმართვისკენ მოუწოდებენ. რჩევა ძირითადი და პირველი არის ის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში. ან სამედიცინო დაწესებულებაში და მსუბუქი ავადმყოფები დადიან სამსახურში, სკოლაში, ისინი ავრცელებენ დაავადებას. ანუ ასეთები არ უნდა დადიოდნენ სასწავლო დაწესებულებაში ან სამსახურში. რაც შეეხება თქვა სხვა ეხლა არის ჰიგიენის თავარი, ასე ვთქვათ, დაცვა, ეს არის ხელების ხშირი დაბანა. ზიანი ამინდებია ძირითადად ხშირი განიავება, ვთქვათ, სათავსების, სველი წესით დალაგება. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის სასტრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც. დღეს საკითხზე საგანგებო თათბირი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ გამართა. მისი განცხადებით ცხელების გამოძახებაზე, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში სასტრაფო სრულად აღჭურვილი ბრიგადის ნაცვლად უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც მარტო ოჯახის ექიმი იქნება. დავით სერგენკომ სასტრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელებს და მენეჯერებს მოუწოდა სამსახურებრივი მოხმარების მანქანები დაუთმონ ოჯახის ექიმებს, რომლებიც არა რისკ ჯგუფის ვირუსულ გამოძახებებზე გავლენ. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, ყოფილი უნდა იყოს ტრიაჟის მინიმალური პრიმიტიული რამე, ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში. არ უნდა გავიდეს ამაზე სასტრაფო სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, პატარა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი, რომელსაც შეიძლება კონსულტაციის ჩატარება. თუ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ესეთ შემთხვევაში გამოიძახებს. როგორც თბილისის სასტრაფოს მიმართავთ რეკომენდაციით და ბრძანებით გნებავთ, ასევე რაიონულ სასტრაფოს მენეჯერები ცოტა ხანი ჩამოვიდნენ თავისი მანქანიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ იმისათვის, რომ აი ამ ტრიაჟის ამ კატეგორიის გამოძახებებზე გავიდნენ სწორედ ეს მანქანები, სადაც იქნებიან ან სასტრაფოს
ცვლაში არ დაკავებული ექიმები, რომელსაც overtime-ს გადაუხდით და ამისთვის მერე ამ უნდა რაღაცა მობილიზაცია გააკეთოს, რაც შეეხება რაიონს, იგივე ლოგიკა ვრცელდება აქაც და რაღაც დამატებით რესურსებს მოვძებნით. დავალება ძირითადად ითვალისწინებს ყველა სიმძლავრეების ჩართვას, ანუ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე, გამოწვევა მოხდება ექიმების დამატებითი საშუალებების, დამატებით ტექნიკური საშუალებებით იქნება აღჭურვილი, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით და გადავდივართ საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე. რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველოს, სხვა ადამიანებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო, რომელთა შორისაც ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ რეგიონებზე ზრუნვა დასახელდა. დღეს ნინო სამნიაშვილი არკვევდა, რას ითხოვენ სხვა ადამიანები სხვა საქართველოში. ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე. ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში არსებული სიტუაცია ასე შეაფასა. ხალხშიც გაჩნდა ახალი მოლოდინი და იმედი. ახალ პრემიერთანაც აქვთ ის თხოვნები, რაც ჰქონდათ ექს-პრემიერთან. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, სასოფლო-სამეურნეო ნაკეთობამდე მისასვლელი გზების შეკეთება, მიწის დამუშავებაში ხელშეწყობა, მოხსნილი დახმარებების აღდგენა, საპენსიო ასაკის დაწევა, წამლებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტის გაიაფება, კომუნალური გადასახადების შემცირება. ყველა მათგანის უმთავრესი მოთხოვნა კი დასაქმებაა. დამუშავო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს. ის მინდა ყველაზე მეტად მეკითხავ, რომ ცოტა აი საპენსიო ასაკს დააკლონ წლები. ადრე რომ იყო კომუნისტების დროს 55 წლისები რომ გადიოდნენ ქალები. ეხლაც ესე გაიყვანონ. სამსახურები არა გვაქვს არაფერი და ადრეულ ასაკში გავიდნენ. პენსიებში მაინც დახმარება გქონდეს. წყალი გვინდა პირველ რიგში. წყალი აუცილებელია. წყალი არა გვაქვს ხოლმე პრობლემა. ბაღი მაგალითად. ბაღი მინდა მე მაგალითად. არ არის ისეთ პირობები არ აქვს ბავშვებს, რაც არის საჭირო და როგორც უნდა იყოს ეხლანდელ პერიოდში. წყალი არა გვაქვს სოფელში. არ გაკეთდა სოფლის ხარდაჭერის პროგრამით? გაიყვანეს რაღაც მილება და წყალი არა ყოფნის ფაქტურად. ეკონომიკა პირველ ჩერეთში, სოფლად. სოფელი არის ესე იგი მაცხოვრებელი ქალაქებისა და იმებისა. ხო, დოვლათი შეიქმნა. უნდა დასაქმნე ხალხი. და დაცული უნდა იყოს ხალხი. აი რას გულისხმობ დაცვაში? სამედიცინო დაცვა. აი ძალიან სიძვირია რამე ხალხი ვერ აწვდება ამ წამლების ყიდვას და იმას. დღესდღეობით აი ქვემოთ ჩახვიდეთ და აი მინდორი გადაახედოთ ადგილები დასახნავებია ხალხმა რა გააკეთო. ყველაფერი მიდის უკან და დანარჩენი ახლა თავიანთია დამოკიდებული ხალხ როგორ მიიხედა. აი როგორ გინდათ რომ მოგხედონ? სოფლი მეურნეობა მიიხედა. აი ჩვენი პროდუქცია რო გავიდეი, აი სადმე რო გავყიდოთ, იმის საშუალება გქონდეთ. წვალობ და კაპიკებში ვყრით. 84 წლის კაცი ვარ და დახმარება მამისხნეი. აი კვირიკაშვილს დავთხოვ რომ ჩვენ პრემიერ-მინისტრო აი მოგხედო ამ ხალხსა. ყველას გვინდა რომ შემცირდეს ის დენის გადასახადი, გაზის გადასახადიც. აი ხალხი მშიერია, რა გავაკეთოთ? მუშაობა გვინდა, უმუშევრობაა, რა გავაკეთოთ? მითხარი შვილო, სამუშაო გვინდა, გავიდე და ვიმუშაოთ. ხო. აი რაღაცა ელემენტარული რაღაცის დაგვასაქმე, რაღაცა იყოს ისეთი, რომ აი დღიური მუშაობა დავიღალეთ უკვე, მზეზეთ ფიზიკურად აღარ შეგვიძლია ამ ისეთი რაღაცა არ შეიძლება ქარხანა რაღაცა გაკეთდეს, რომ ხალხი დაასაქმონ. სწორედ უმუშევრობის პრობლემას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და მისი აზრით ამისათვის აუცილებელია რომ სწორად აიხარჯოს თანხები. მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი და არ იყოს ჩვენ არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს დღეს ხდება სამწუხაროდ. ახალი პრემიერ-მინისტრის შეფასებები ხალხის პრობლემებს კარგად პასუხობს. მათი აზრით ახლა მთავარია რომ პრემიერ-მინისტრმა სწრაფი მოქმედება და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყოს. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მშობლებისთვის ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა, კახეთში გაუქმდა. მიზეზი რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ პროგრამა 2014 წლის 1 ივნისის შემდეგ დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ფულადი დახმარების გაცემას 2 წლის ასაკამდე ითვალისწინებს. ის ოჯახები კი, რომელთა შვილიც 1 იანვრის შემდეგ დაიბადება, ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ. როგორ აფასებს საკითხს მოსახლეობა და რას გამოიწვევს მისი შეჩერება, რეგიონში ვნახოთ ეთერ თეთრაძის სიუჟეტი.
ელენე მამულაშვილი ერთ-ერთია, რომელიც მესამე შვილზე სახელმწიფოსგან 150 ლარიან დახმარებას იღებს. ამბობს, რომ ეს მისი ოჯახისთვის დიდი შეღავათია. სამი შვილი მყავს, მაგრამ მეხუთე თვე ამ დახმარებას ვიღებ. ეხლა რა თქმა უნდა მე არ ვიცოდი ეს ამ დახმარების შესახებ და რაღაც გეგმიურად არ მქონია ესე რომ აი გეგმაში რომ მაგ მხრივ გავაჩენდით რომ ამ დახმარებას ავიღებდი. და უბრალოდ მოვხვდი ამ პროგრამაში და ჩავერთი ამ პროგრამაში და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრ რამეში დაგეხმარება. ყველა ადამიანისთვის იყო ეს, არა აქვს მნიშვნელობა ღარიბი, მდიდარია თუ ღარიბია, ყველასთვის იყო ეს 150 ლარი განკუთვნილი. მამულაშვილები ამ დახმარებას მანამდე მიიღებენ, სანამ ახალშობილი 2 წლის გახდება, თუმცა ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთა მესამე შვილიც 1 იანვრის შემდეგ დაიბადება. გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ეს პროექტი იმ მიზეზით გაუქმდა, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბრძანება შემოვიდა 2015 წლის 31 დეკემბერს სააგენტოს დირექტორის ბრძანება ესა და დაიხურა პროგრამა, რა შემთხვევით გაუმჯობესდა შობადობა კახეთის მასშტაბით და კახეთის რეგიონი ამოირიცხა ამ პროგრამიდან. მაგრამ ის, ვისაც დანიშნული აქვს უკვე ეს დახმარება ახალშობილთან დაკავშირებით, 2 წლის ასაკის შესრულებამდე ყველა ოჯახი მიიღებს ისევე. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები ფიქრობენ, რომ თუ აღნიშნული პროგრამა არ გაგრძელდა, საქართველოში შობადობის რაოდენობა ისევ დაიკლებს. ნამდვილად გამოიწვევს შობადობის შემცირებას, იმიტომ რომ ჯერ ერთი შვილის შენახვაც ჭირს ეხლანდელ დროში და ახლა 3 შვილს თუ არაფრით დაეხმარნენ 3 შვილი კი არა, შეიძლება ისე შემცირდეს შობადობა, რომ ის ერთიც ვერავინ გააჩინოს, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა, ცხოვრება გაჭირდა, რა ვიცი, რა დრო მოგდის, ალბათ სიკვდილი უფრო სანატრელია, ვიდრე სიცოცხლე ეხლანდელ დროში. ძალი მყავს მეხუთეზე. ფეხციმეთ სოციალურად აუცილებელი უღარიბესად რო უჭირთ ნამდვილად და რატო უნდა შეწყდეს ამით კარგი რა უნდა იყოს თუ პირიქით აბა ბავშვებიო და შვილზე ვიღა უნდა იფიქროს რატო უნდა შეწყვეტილიყო პირიქით ეგ უნდა გაზრდილიყო კი არ უნდა შეწყვეტილიყო შვილი მე ესეთი აზრისა ვარ ისე უკუწავა ჩვენებები ჯერ 150 ლარიც ძალიან მცირეა აბა რა არის 150 ლარი და ეგეც რო არ მისცენ რა თქმა უნდა, შეიძლება იქონიოს გავლენა დემოგრაფიულ გამრავლებაზე. მე ესე ვფიქრობ, რომ ისევ შემცირდება შობადობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფულადი თანხის მიმღები 239 ოჯახია. გურჯაანელების მოთხოვნაა, რომ პროექტი გაგრძელდეს და სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებზე იზრუნოს, რათა საქართველოში შობადობამ კიდევ უფრო მოიმატოს. გურჯაანის გამგეობიში დაუდიტის სამსახურში ცვლილებაა, მისი ხელმძღვანელი თორნიკე წინწალაშვილი აღარ იქნება. გამგეობის განცხადებით წინწალაშვილმა თანამდებობის დატოვებაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და ის ახლა იმავე სამსახურში სპეციალისტად გადავიდა. აუდიტის სამსახურს გიორგი ბიბილაშვილი უხელმძღვანელებს. შიდა აუდიტის სამსახურის ახალმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა ამ ცვლილებაზე საჯარო კომენტარი არ გააკეთეს. ლევან ქაჯაიას სპეციალური განცხადება ლაგოდეხში 3 IP-ის გაერთიანებასა და განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი 3 ორგანიზაციის ტურიზმის, კულტურის ცენტრისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად სამსახური 30 თანამშრომელმა დატოვა. მისივე განცხადებით საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ 70-მდე თანამშრომელმა დატოვა სამსახური სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი ხედვა არის ესეთი, რომ სამსახურში უნდა იყოს დასაქმებული იმდენი ადამიანი, რამდენი ადამიანიც ჭირდება. შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდეგ გაერთიანდა 3 სამსახური, ჩამოყალიბდა ერთი სამსახური და არანაირი აუცილებლობა აღარ არის იმის, რომ ყავდეს ერთ ორგანიზაციას 3 ბუღალტერი, 3 იურისტი. ამ დაზოგილი თანხებით ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი მე ვაპირებ რაიონს გავუკეთოთ ძალიან მალე ბატონ კახაჯამბურიასთან შეთანხმებით საბავშვო ბიბლიოთეკა. საბავშვო ბიბლიოთეკა არის მოხმარებადი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების დასუფთავებაზე IP მუნიციპალური სერვიზი აღარ იზრუნებს. ეს საკითხი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფო აუდიტის მიერ 2013-2014 წელს ჩატარებული დასკვნის საფუძველზე მიიღეს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30,000 ლარი გამოიყო, რაც შეეხება სატენდერო პირობებს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურა მოგცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა უნდა მომხდარიყო ტენდერით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ მუნიციპალიტეტი, დღეს საკრებულოს ხდომაზე უკვე აისახა ეს თანხა, უახლოეს მომავალში გამოცხადება ტენდერი და სამუშაოების შემსრულებელი გამოვლინდება, რომელსაც ეს იქნება პირობითი ტენდერი. ინფრასტრუქტურის სამსახური შეიმუშავებს ამასთან დაკავშირებით მოთხოვნებს, რა სამუშაოები უნდა შეასრულოს. ახალი ჯარიმა მძღოლებისთვის იმ შემთხვევაში თუ ის სხვის იმართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციას სრულ ინფორმაციას მიაწვდის 150 ლარი დაჯარიმდება. ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში დაგეგმილი იმ ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საგზაო მოძრაობის მიმართულებით მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ამისთვის შესაბამისი სახელი გათვალისწინებული არ იყო. როგორ აფასებს ამ ინიციატივას მოსახლეობა, ვნახოთ ვერაიაშვილის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ეს არის დიდი დანაშაული, ეს არის კრიმინალი, ეს არ შეიძლება, ეს იგი დაჟე 150 ლარი ჯარიმა ეს ცოტა არის. მე მესმის რომ მანქანის პასპორტი კი შეიძლება რომ იარო და თავისი მოწმობით, კი ბატონო, მაგრამ ეს არის დანაშაული. სხვისი მართვის მოწმობით არ შეიძლება. თან როგავს სურათი, როგავს ეს ხო დანაშაული, დიდი დანაშაული არის. სხვისი მართვის მოწმობის გამოყენება არანაირად არასწორია. 150 ლარი თანხა არის. ჯარიმები საერთოდ დაბალი უნდა იყოს, კი. ჯარიმა საერთოდ არ უნდა იყოს, იგენოცა. საერთოდ არ უნდა იყოს. ჯარიმა რა ხალხი მშიერია და ჯარიმა რა. თავისი თუ არა აქ რა მოხდა, სხვისა იხმარო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მუხის სახეობის პირველი ხარისხის მორი იყო განთავსებული. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. ორივე შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოებს გადაეგზავნება. გამოჩებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა და სამართლებრივი ტერმინების არასწორი გამოყენება. მედია ჩეკერმა მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად დაკვირდებოდა მედიას საშუალებებს, შემდეგ კი დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და საავტორო სვეტებს ამზადებდა. პროექტის რედაქტორი აქვე აღნიშნავს, რომ ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში აღმოჩენილი ხარვეზები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩეკერი აკვირდება როგორც სამაუწყებლო მედიას, ასევე პრესას, ონლაინ მედიას და არის ხოლმე როტაციული, იმიტომ რომ გვინდა რომ მოვიცვათ ყველა მედიას საშუალება და ხშირად პროგრამებს ვაკვირდებით კონკრეტულ არხზე. 1 წელია უკვე მიმდინარეობს პროექტი, ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 3 ძირითადზე. ეს არის სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნის პრობლემა, კრიმინალური ფაქტების გაშუქებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა და product placement-ი, ანუ პროდუქტის განთავსება პროგრამაში. რეგიონულ მედიასთან დაკავშირებით ამ ტიპის დარღვევები არ ყოფილა, რაც მე თქვენ უკვე გითხარით. რეგიონულ მედიასთან დაკავშირებით ძირითადად იყო ბალანსის პრობლემა, ზედაპირული გაშუქება, ცალმხრივი სიუჟეტები და ასე შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში მერ მისი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასთვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი კოლეჯი მერმისი 2013 წლიდან ჩართულია განათლების სამინისტროს პროექტში ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემაში, რომელიც ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს დაახლოებით 5 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადაპტირება უნივერსალური დიზაინის მიხედვით და პროფესიული სასწავლებელი მერმისი სწორედ ერთ-ერთი სასწავლებელია, სადაც ამ სამუშაოების განხორციელების პროცესს გავეცანით. ძალიან საინტერესოდ არის დანერგილი სტანდარტები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისათვის აუცილებელი გარემო სასწავლებელში. ყოველწლიურად იზრდება ამ მიმართულებით ინკლუზიური განათლების სტუდენტების რაოდენობა. ამჟამად კოლეჯში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები უნივერსალურ ინკლუზიური განათლების გარემოს დანერგვისათვის უნივერსალური დიზაინით. ამ მიმართულებით ხდება კედლის შეფერილობების შეცვლა, იატაკის მასალის შეცვლა, კეთდება პანდუსი, ეწყობა საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხდება კიბეებზე მოაჯირების შეცვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა ძმები მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ნივთია მოიღეს. ბრალდებულებმა დაკავების დროს წინააღმდეგობა გაგვიწიეს. იმტკიცებად ამოვიღეთ ხელსაწყოები, რითიც ერთ-ერთმა მათგანმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდის მიზნით დააზიანა. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს. რა არის ეს ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი? სული შემძვრელი ნახტომი უპარაშუტოდ. გამშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან სტუდენტები და პროფესორი. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც. უცხოური მედიის ცნობით, სასწავლო დაწესებულებაში შეიარაღებული პირები ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10-ის ნახევარზე შეიჭრნენ და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინა რუსეთს გაზის ტრანზიტის საფასურს უძვირებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით 1000 კუბომეტრი აირის ტრანსპორტირებაში უკრაინული მხარე ყოველ 100 კილომეტრზე $4.5 მოითხოვს, აქამდე ტარიფი $2.7 იყო. დონალდ ტრამპის კიდევ ერთი მხარდამჭერი. ის მისი თანაპარტიელი ალიასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინია. ვიცე-პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი აიოვაში გამართულ მიტინგზეც გამოვიდა, რომელზეც ტრამპის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. წინასაარჩევნო გამოკითხვაში რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ტივიზე გავრცელდა. ტაივანის ჩრდილო-დასავლეთით ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააშენეს. 320 პანელისაგან შემდგარი ლურჯი მინის შენობა 16 მეტრის სიმაღლისაა. ეკლესიის ასაშენებლად $23 მილიონი დაიხარჯა. ბროლის ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ტაივანის ლანდშაფტის პარკშია განთავსებული და ის ახალგაზრდა გოგონას ვონგის ხსოვნას მიუძღვნეს. მძიმე დავადმყოფობის გამო გოგონას ორივე ფეხი მოკვეთეს, რის გამოც მისი ქორწინება ჩაიშალა. მან კი დარჩენილი ცხოვრება ეკლესიაში გაატარა. თანამედროვე არქიტექტურის ეკლესიაში რელიგიური მსახურება არ გაიმართება. ეკლესია მხოლოდ საქორწინო ცერემონიებს და ტურისტებს მოემსახურება. სული შემძვრელი ნახტომი უპარაშუტოდ. ბევრ ადამიანს დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა პარაშუტითაც კი აშინებს, თუმცა ამ მამაკაცის წარმოუდგენელი გამბედაობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე ხტება და დროის გარკვეულ მონაკვეთში მის გარეშე მიფრინავს, თუმცა შემდეგ მეგობრის პარაშუტის დახმარებით მიწაზე უსაფრთხოდ ეშვება. ახლა კი დღის სხვა ამბები. ფრანგი გოგონების ტრიო და მათი მორიგი ვიდეო. ისინი ცნობილ რეპ სიმღერებს ასრულებენ. ტრიო ლეჯ პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მათ რამდენიმე თვის წინ YouTube-ზე ვიდეო გაავრცელეს, სადაც ისინი ზაფხულის ჰიტებს ასრულებდნენ.
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული კლერმონის მესამე ხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი 14 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სპორტლალჯის ინფორმაციით ინციდენტი გასულ უქმეებზე ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩისას მოხდა. კლერმონისა და უელსური ოზფრიზის დაპირისპირებისას კოლელიშვილმა საჯს ხელი ჰკრა. მატჩის ოფიციალურ პირზე თავდასხმაზე კი სადისციპლინო კოდექსით მკაცრად ისჯება. დისკვალიფიკაციის გამო კოლელიშვილი 25 აპრილამდე ვერ ითამაშებს. კლუბში ის 9, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 5-ვე შეხვედრას გამოტოვებს. ახლა ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ასეთი იყო დღეს განვითარებული მოვლენები, ნახვამდის.